რამდენი ხანი რჩება კოფეინი ორგანიზმში? შეიძლება ვფიქრობ, რომ 1 საათი, ან 2, 3. მაგრამ ცდები, როგორც 2024 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, იმისთვის რომ მიღებული კოფეინის ნახევარი გადაამუშავოს ორგანიზმმა, საჭიროა საშუალოდ 5 საათი, ხოლო კოფეინის უმეტესობის გადასამუშავებლად საჭიროა საშუალოდ 13 საათი. კოფეინის სისხლში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 30-დან 60 წუთამდე და ამ დროს გრძნობთ ეფექტს ყველაზე ცალსახად. მაგრამ სინამდვილეში კოფეინი მთელი დღის და ხანდახან ღამის განმავლობაშიც რჩება აქტიური. გააჩნია როდის მიიღებთ კოფეინს და არა მხოლოდ. რამდენიმე ფაქტორს აქვს გავლენა კოფეინის მეტაბოლიზმზე. უპირველეს ყოვლისა გენეტიკური მუტაცია, ანუ პოლიმორფიზმი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც უფრო სწრაფად გადაამუშავებენ კოფეინს და ადამიანები, რომლებიც პირიქით, უფრო ნელა გადაამუშავებენ კოფეინს. კოფეინის მეტაბოლიზებისთვის საჭიროა კონკრეტული ფერმენტი, რომელსაც აწარმოებს ღვიძლი. ხოლო გენეტიკური მუტაციის მიხედვით, ეს ფერმენტი შეიძლება ზოგი ადამიანის შემთხვევაში იყოს უფრო აქტიური, ან უფრო პასიური. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ კოფეინის უმეტესობის გადამუშავებას სჭირდება 13 საათი, ეს არის საშუალო მაჩვენებელი. თუმცა ზოგი ადამიანის ორგანიზმმა შეიძლება გადაამუშავოს, ვთქვათ 8 საათში და ზოგი ადამიანის ორგანიზმმა შეიძლება 20 საათში. თუ ადამიანი ნელა გადაამუშავებს კოფეინს, ამას ნეგატიური გავლენა ექნება მაგალითად ძილის ხარისხზე. დიდია შანსი, რომ დაძინება გაგიჭირდებათ და თუნდაც ჩაძინება არ უჭირდეს ადამიანს. თუ კოფეინი და მით უმეტეს დიდი ოდენობით არის ორგანიზმში, ეს აუცილებლად გააუარესებს ძილის ხარისხს. როგორც ეს აჩვენა 2023 წელს გამოქვეყნებულმა კვლევათა შეჯამებამ. კარგი ამბავი ისაა, რომ როგორც 2003 და 2018 წლებში გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა, კავკასიელების საშუალოდ 50%-ს აქვს ისეთი ტიპის გენეტიკური მუტაცია, რისი გავლენითაც უფრო სწრაფად გადაამუშავებს კოფეინს. საშუალოდ 20-30%-ით უფრო სწრაფად. ეს მონაცემები არ არის ბოლომდე ზუსტი, იმიტომ რომ ეს არ არის მტკიცებითი ფორმატის კვლევები. თუმცა დიდია შანსი, რომ ქართველი ადამიანის ორგანიზმი შედარებით უფრო სწრაფად ინელებდეს კოფეინს, ვიდრე საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელია. ვინ იფიქრებდა, რომ ქართველებს მაინც და მაინც ამაში გაგვიმართლებდა? ჩემზე რომ იყოს, მე სხვა რამეს ავირჩევდი. გარდა გენეტიკური მუტაციისა, კოფეინის მეტაბოლიზებაზე გავლენას ახდენს ღვიძლის მდგომარეობა, რადგან ნახსენებ ფერმენტს, რომელიც კოფეინს გადაამუშავებს, აწარმოებს ღვიძლი. და თუ ღვიძლი დაზიანებულია, ეს უფრო ანელებს კოფეინის გადამუშავებას. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს გაცხიმოვნებული ღვიძლი, რაც ბევრს აწუხებს. რა თქმა უნდა, საუბარიც აღარ არის უფრო სერიოზულ პრობლემებზე, როგორიც არის ფიბროზი, ციროზი, ჰეპატიტი და ასე შემდეგ. ასევე ორსულობა და სიგარეტის მოწევა ახდენს გავლენას კოფეინის გადამუშავებაზე. არა ერთად, რა თქმა უნდა, არამედ ორივე დამოუკიდებელი ფაქტორია. ორსულის ორგანიზმი ორჯერ და სამჯერ უფრო ნელა ამუშავებს კოფეინს, იმიტომ რომ ამ ფერმენტის აქტივობა იკლებს. ხოლო მეორე მხრივ მწვერვალების ორგანიზმი პირიქით 50%-ით უფრო სწრაფად ამუშავებს კოფეინს. შესაბამისად იგივე ფერმენტის გააქტიურებით. ახლა როგორ გავიგოთ ჩვენი ორგანიზმი სწრაფად გადაამუშავებს კოფეინს თუ ნელა? ერთადერთი ზუსტი გზა არის პირდაპირი გენეტიკური ანალიზი, რომელიც ადგენს კონკრეტულად რომელი ტიპის გენი გაქვთ. თუმცა სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ეს ანალიზი ტარდება თუ არა საქართველოში. თუ ფლობთ ინფორმაციას, გაგვიზიარეთ კომენტარებში. სხვა მხრივ, თუ ძალიან ნელა ამუშავებს თქვენი ორგანიზმი კოფეინს, ეს წესით ისედაც გეცოდინებათ. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ერთი ჭიქა ყავის დალევამაც შეიძლება ძალიან აგიწიოთ წნევა, ან კანკალი დაგაწყებინოთ, ან თავი აღტკივდეთ და ასე შემდეგ. უფრო რთულია გაიგოთ კოფეინს თქვენი ორგანიზმი სწრაფად ამუშავებს თუ სტანდარტულად. მეტიც, პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგალითად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ლამის დაძინებამდე სვამენ ყავას და შემდეგ იძინებენ უპრობლემოდ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კოფეინს სწრაფად ამუშავებს ორგანიზმი. და როგორც ვახსენე, ამას მაინც ექნება უარყოფითი გავლენა ძილზე. როგორც სწრაფადაც არ უნდა ინელებდეს თქვენი ორგანიზმი კოფეინს, ისე სწრაფად მაინც ვერ გადაამუშავებს, რომ დაძინებამდე ყავის დალევა პრობლემა არ იყოს. იმისთვის, რომ ძილის ხარისხი არ გაუარესდეს, რეკომენდებულია, რომ შუადღის 12 საათის შემდეგ აღარ მიიღოთ ყავა და კოფეინი ზოგადად. იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად პრაქტიკულად ვერ გეცოდინებათ, რამდენი დრო ჭირდება თქვენს ორგანიზმს კოფეინის მეტაბოლიზებისთვის. თუ ძალიან ნელა ამუშავებს კოფეინს ორგანიზმი, შეიძლება დღეს რომ დალევთ ყავას, ამას მეორე ღამის ძილზეც ჰქონდეს უარყოფითი გავლენა. თუმცა ეს ძალიან ცოტა ადამიანზე ვრცელდება. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.